ენერგოთერაპია და მედიცინა. რამდენად ახლოს არის ეს ერთმანეთთან? რა იყო პირველი? მედიცინა თუ ენერგოთერაპია? გამორიცხავს ერთმანეთს თუ ავსებს? დღეს განვიხილავთ ძალიან საინტერესო თემებს, ფიქრობ ძალიან აქტუალურს თემებს, რომელიც საინტერესებს ძალიან ბევრ გოგონას, ქალბატონს და მე მგონი უკვე მამაკაცებსაც. ეს არის ენერგეტიკული პრაქტიკა. ამისათვის დავუპატიჟე ჩემ არხზე ახალგაზრდობის ფორმულა შორინსთან ერთად და თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, აუცილებლად გამოწერეთ, ვინაიდან ძალიან საინტერესო ადამიანებს პატიჟებ, ექსპერტებს თავის საქმეში და დღეს ექსპერტი, ენერგოთერაპევტი ნინო ბუხაშვილი, რომელიც თავის თავზე აუცილებლად მოგვიყვება და დავიწყოთ. ნინიკო არის ჩემი მეგობარი, ჩვენ მეგობრობთ, დაიწყო გზა ჩვენი, ანუ ჯერ იყო ჩემი პაციენტი და მე ჩვენ დავმეგობრდით და უკვე 20 წელზე მეტი, 25 მე მგონი, ჩვენ მეგობრობთ და ჩათვალეთ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით ერთმანეთზე. როდესაც პირველად დავინახე ნინო, მისგან მოდიოდა ძალიან ესეთი სხვანაირი ენერგია. მაშინ ჯერ კიდე 25 წლის წინ ამაზე არავინ არ საუბრობდა. ნინო იყო ექიმი, თავის თავზე ახლა მოყვება ყველაფერს, მე უბრალოდ შესავალს ვაკეთებ, რომ დაგაინტერესოთ, დაგაინტრიგოთ. ძალიან მოგრძელებული ადამიანი, არ უყვარს თავის თავზე საუბარი. დღეს არის მისი დებიუტი, რასაც ქვია ამ კუთხით, ვინაიდან ცოტა რთული იყო მისი აქ მოყვანა და ამაში დამეთანხმება. ძალიან არ უნდა რომ ჩვენ ვისაუბროთ მის თაობაზე, ვინაიდან საქმიანობა, რომელსაც ეხლა ეწევა, არის ძალიან ერთის მხრივ პოპულარული, ძალიან აქტუალური და მეორეს მხრივ კულუარული, იმიტომ რომ არის თვითონ საინტერესო სხვა კუთხით. და აი რა კუთხით არის საინტერესო? საერთოდ როგორ დაიწყო ნინოს გზა? საიდან, რატო გადაწყვიტა, რომ ეს გზა ერჩია? ჩვენ დღეს ნინიკო ამაზე მოგვიყვება და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქალბატონები ასაკზე არ ვსაუბრობთ და ზოგადად არ ვსაუბრობთ ციფრებზე, მინდა აღვნიშნო, რომ ნინიკო, როგორც გავიცანი, ზუსტად ასეთია 25 წლის მერეც. ზუსტად ასე გამოიყურება, საერთოდ არ შეცვლილა, არც ენერგეტიკულად, არც ვიზუალურად და ნინიკო. შენ ხარ ექიმი, თერაპევტი, პედიატრი. და ერთ დღეს გადაწყვიტე, რომ გახდე ენერგოთერაპევტი. ენერგეტიკული მკურნალი. ენერგეტიკული მკურნალი, ხო, ასე ქვია დღეს. მოგვიყევი თუ შეიძლება შენი გზის შესახებ და ასევე თუ შეიძლება შევეხოთ იმ მომენტს, რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მედიცინა არის ესეთი სიღრმისეული თერაპია, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ სხვადასხვა მიმართულებას, ხომ ასეა? ყველაზე ძვირფასი რაც არსებობს ჩვენს ცხოვრებაში, ეს არის ჩვენი შვილები და შენ წარმოიდგინე ხარ განათლებით პედიატრი, ანუ რა დონეზე წარმომიდგენია იცი მედიცინა, ხო? ბავშვი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ისეთი, ხო იცი, შეიძლება დედა არ შეეხოს თავის თავს, არ წავიდეს ექიმთან, არ მოусმინოს საკუთარ თავს, მაგრამ ბავშვი არის ყოველთვის პირველ ადგილზე, ყოველთვის, მაგრამ დღეს უკვე ენერგეტიკული თერაპია ეს არ არის ბავშვები, ეს არის უკვე ზრდასრული ადამიანები, ეს არის ადამიანები, რომლებიც ბავშვები, აი ძალიან საინტერესოა. ნინიკო, მოგვიყევი ახლა, საიდან, რატო გადაწყვიტე? აი, საიდან მოვიდა ეს იდეა?
დავიწყოთ იქიდან, რომ ენერგეტიკული მედიცინა ზოგადად არის ალტერნატიული მედიცინა. არა კლასიკური, არამედ ალტერნატიული მედიცინა და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ჩანაცვლებითი მედიცინა, კლასიკური მედიცინის. ეს არის მხოლოდ დამხმარე მეთოდი. მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ალტერნატიული მედიცინა კი არის, მაგრამ ამავე დროს სხვანაირი ხედვა აქვს ენერგეტიკულ მედიცინას და ეს არის უფრო ფილოსოფიურ, ჰოლისტიკური ხედვა მედიცინაზე. რას გულისხმობს ეს? გულისხმობს იმას, რომ ენერგეტიკული მედიცინა განიხილავს ადამიანს როგორც ერთ მთლიანს, რომ ადამიანი არ არის მხოლოდ ბიოლოგიური არსება, აი როგორც სამყაროსთან ერთი მთლიანი არსებაა და გარდა ფიზიკური სხეულისა, ადამიანს აქვს კიდევ სხვა სხეული, ენერგეტიკული სხეული, ანუ რას ეფუძნება ეს? მისი გრძნობები, მისი ფიქრები, მისი გარემოსთან ურთიერთობა და ეს ყველაფერი ძალიან დიდ მნიშვნელობას ახდენს საბოლოო ჯამში ადამიანის ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ არა მხოლოდ ფიზიკური სხეულია ზოგადად ადამიანის ჯანმრთელი მდგომარეობა, ასე ვთქვათ. ამიტომ აი ჩემთვის ეს საინტერესო გახდა იქიდან გამომდინარე, როდესაც მე პრაქტიკოსი ექიმი ვიყავი, ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ ფიზიკური სხეულის მიღმა იყო რაღაცა სხვა, რაც აუცილებლად მოქმედებდა ჯანმრთელობაზე და ადამიანის ზოგად მდგომარეობაზე და სულ მქონდა რაღაც ინტერესი, რომ უფრო ღრმად შევსულიყავი და კლასიკური მედიცინის მიღმა რაღაცები გამერკვია, ასე ვთქვათ. და მოხდა ერთხელაც ის ჩამივარდა რაღაც ინფორმაციები, რომლების გაცნობის შემდეგ დამაინტერესა და რაც უფრო მეტად ინტერესდებოდი, ამით უფრო მეტად და მეტად იხსნებოდა რაღაცები. შესაბამისად, დავიწყე შესწავლა ამ თემის. როდესაც დავიწყე შესწავლის ამერიკელი ქალბატონი, ვისთანაც მე ვისწავლე ონლაინ კურსი გავიარე პირველად, ხო? იყო ძალიან უნარიანი ადამიანი, ეს უნარები მე არანაირად არ მქონდა, მაგრამ ის ამბობდა ეს რაღაცას, რომ პრაქტიკასთან ერთად ეს ყველაფერი მოდისო და ჩავთვალე მეც, რომ შესაძლებელია, რომ როდესღაც მე ამას შევძლებ. ნებისმიერ შემთხვევაში თავარი იყო, რომ ტექნიკურად მესწავლა, რაც უნდა გამეკეთებინა და მერე დროთა განმავლობაში ალბათ მოვიდოდა ის, რომც არ მოსულიყო, შენ მაინც ეხმარებოდი ადამიანს. მე მგონი მე გადავხტი ზოგადად, იმიტომ რომ მინდოდა მეთქვა ჯერ რომ ენერგეტიკულ სხეულზე მუშაობს ენერგეტიკული მედიცინა და რას გულისხმობს ენერგეტიკული სხეული? იმას, რომ ყველაფერი ენერგეტიკულ სხეულს აქვს იგივე, რაც ფიზიკურ სხეულს. ენერგეტიკული სხეულის კუთხით იგულისხმება ესე, რომ ადამიანის სხეულში არის ენერგეტიკული ველები, ენერგიის მიმართულება, ეგრეთ წოდებული სასიცოცხლო ენერგიის მიმართულება, რომელიც ეს ჩვენი სასიცოცხლო ენერგია მოძრაობს თავისი არხებით, ენერგეტიკულ მედიცინაში ამ არხებს ქვია მერიდიანები და ამ მერიდიანებში ენერგიის გადაადგილება არ უნდა იყოს შეფერხებული. და ასევე იგი უნდა იყოს ბალანსირებული. ანუ რას გულისხმობს ეს ნახე? ჩვენ გვაქვს 14 მერიდიანი, 2 კენტი და 12 წყვილი მერიდიანი და აი ამ არხებში, ანუ მერიდიანებში ენერგია უნდა იყოს ბალანსირებული. თუ ენერგიის ბალანსი ირღვევა სხვადასხვა მიზეზების გამო, ან ბლოკია რაღაცა ენერგეტიკული ბლოკი და შეფერხებულია ენერგიის გადაადგილება თავისი ჩვეული მიმართულებით, მაშინ ყალიბდება უკვე რაღაც ჯერ ადამიანის მდგომარეობა იცვლება, უფრო უენერგიო ხდება, ხასიათი უფუჭდება, სიცოცხლის უნარიანობა ქვეითდება მისი და მერე უკვე სერიოზული დაავადება შეიძლება ჩამოყალიბდეს. შესაბამისად, ძირითადად ენერგეტიკული მედიცინის დანიშნულებაა, რომ ეს ბალანსი იყოს აღდგენილი. და რა არის ხა აქ კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რა თქმა უნდა ეს არ არის ჩანაცვლება ამ ენერგეტიკული მედიცინის, კლასიკური მედიცინის ენერგეტიკულით არ შეიძლება, მაგრამ ძალიან კარგი დამხმარე საშუალება ამით უფრო პრევენცია სხვადასხვა დაავადებების განვითარების და მე კიდე ის მომწონს, რომ ერთი მთლიანი
ადამიანი განიხილება როგორც ერთი მთლიანი და არა მხოლოდ როგორც ფიზიკური სხეული, ფუნქციონალური მედიცინა. კი ბატონო. თანაც ნახე, აი შენ თავიდან თქვი, შენს რო დაიწყე საუბარი ამ თემაზე, რომელია პირველადი ის თუ ის. აი მე მინდა ვთქვა, რომ უფალმა რო გააჩინა ადამიანი, ჩვენ ყველას მოგცა თვით განკურნების ნიჭი, ასე ვთქვათ. ნახე, უბრალოდ თავი რო გტკივა, აი რას აკეთებ, ან მუცელი რო გტკივა, რას აკეთებ. ხელს იდებ მტკივნეულ ადგილას. ამას შენ ინსტინქტურად აკეთებ, რომ ვიღაცას ხო არ უსწავლებია შენთვის, რომ გინდა თუ არა თავზე ხელი მოიკიდე, ხო? არა. უბრალოდ ჩვენ ამას ინსტინქტის დონეზე ვაკეთებთ. და ნახე რატო? იმიტომ რომ ადამიანი თავის დროზე უსმენდა თავის ხელს. იცოდა რა მოსწონდა მის ხელს, რა არ მოსწონდა, დაუშვათ რა მდგომარეობა მისთვის კარგი იყო, რა ცუდი იყო და რაც დრო გავიდა, ასე დღეს ადამიანმა დაკარგა ეს უნარი, რომ ვეღარ უსმენს თავის თავს, ისე როგორც ადრე ამას აკეთებდა და შეიძლება აქედან გამომდინარე ითქვას ესეთი რაღაცა, რომ ენერგეტიკული მედიცინა ეს არის დაბრუნება სახში. როდესაც ადამიანი სწავლობს თავისი სხეულის მოსმენას. ამიტომ ეხა ჩემთვის როგორც ყოფილი ექიმი ეს მცნება თითქოს არასწორია. ანუ ჩვენ ყველამ ვინც განათლებით არის მედიკოსი ხო? ჰიპოკრატეს ფიცი გვაქვს დადებული ხო? და აი სულ მაქვს ეს განცდა რომ თავარია ადამიანს არ ავნო. და ენერგეტიკული მედიცინა მე მომწონს იმიტომ რომ ეს არის ისეთი რაღაცა რითიც არაფრით არ შეიძლება ადამიანს ავნო, მხოლოდ ეხმარები. თანაც ნახე, ეხმარები წამლის გარეშე. მე ისევ მინდა აღვნიშნო, რომ კლასიკური მედიცინა საოცრება ნამდვილად და თავისი ადგილი აქვს და ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ მანამ სანამ შეიძლება ადამიანს უშუალოდ წამლის გარეშე, აი ამას ძალიან კარგად აკეთებს ენერგეტიკული მედიცინა. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ენერგეტიკული მედიცინა ეს არის პრევენცია და რეაბილიტაცია. არა მხოლოდ, ნახე, ჯანსაღი ცხოვრების წესი შენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხო და ყველასთვის ჩვენთვის ზოგადად ხო? ნახე, როდესაც ადამიანი ენერგეტიკულად ჯამრთელია, ეს გულისხმობს იმას, რომ მას ცხოვრების ხალისი აქვს. ის კი არა, რომ ფიზიკურად ჯამრთელია თავისთავად. არამედ შეიძლება ადამიანი ფიზიკურად ჯამრთელი იყოს, მაგრამ არ გრძნობდეს თავს კარგად. ამ დროს მიდის ექიმთან, იკეთებს ანალიზებს, ყველაფერი წესრიგში აქვს და ადამიანი იცავს, რომ მე ვარ ცუდად. კი არ იტყუება, სიმულიანტი კი არ არის, ნამდვილად არ არის კარგად, იმიტომ რომ ჯერ მისი დაზიანება, ასე ვთქვათ, არის ენერგეტიკული სხეულის დონეზე. ანუ მის სხეულში, ენერგეტიკულ სხეულში ეს ენერგიები, ბალანსი ენერგიების დაირღვა. შესაბამისად, ჯერ არ ჩამოყალიბდა ფიზიკური სხეულის პრობლემა, ჯერ პრობლემა ენერგეტიკულ დონეზეა და აქ შეიძლება შველა. და ესეც რომ არ იყოს, შეიძლება არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა ჯერ არ იყოს, მაგრამ ადამიანს არ უხარია ცხოვრება. აი ყველაფერი აქვს, მაგრამ ენერგიულიც რომ იყოს, აი რაღაცნაირად მისი ხარისხი ცხოვრების არ არის ისეთი, როგორიც უნდა. თითქოს აი ყოველდღიურად ცხოვრობს ჩაულებრივად, არაფერი მისთვის წამახალისებელი არ არის, სიხარულის განცდა აღარ აქვს, ბედნიერების განცდა აღარ აქვს. აი სულ რაღაცა ცუთხასიათზეა. ესეც გულისხმობს იმას, რომ ენერგეტიკულად იქ რაღაც პრობლემებია. ამავე დროს არის ესეთი, აი არ ვთქვამთ, რომ ისეთი კარგი გოგოა, ან ისეთი კარგი ბიჭია, მაგრამ აი რაღაც არ უმართლებს. ესეც ენერგეტიკული სხეულის პრობლემაა, თუმცა აი ხო თითქოს რანაირად რა შუაშია გამართლება ენერგეტიკულ სხეულთან, ხო? აი ესეც დაკავშირებულია ენერგიების ბალანსთან. ჩაკრებთან რა კავშირშია? ენერგეტიკული სხეულია ჩაკრებიც. აი ნახე, როგორც ფიზიკურ სხეულში ჩვენ ხო გვაქვს ორგანოები და გვაქვს სისტემები. აი ასევეა ენერგეტიკულ სხეულშიც მერიდიანები, როგორც სისხლძარღვები, სადაც სასიცოცხლო ენერგია მოძრაობს და ჩაკრების სისტემები, სადაც აი როგორც წრიულად ხდება ენერგიის განლაგება, ასე ვთქვათ და მოძრაობა რაღაც გარკვეულ უბანში და აი ამ ენერგიით, სასიცოცხლო ენერგიით, აი როგორც ფიზიკურ სხეულში სისტემებია, ხო, კვება ხდება მიმდებარე ორგანოების. მაგრამ აქ
კიდევ ფსიქოლოგიური დატვირთვაც აქ ჩაკრებს, გარდა იმისა, რომ ფიზიკურადაც, ფიზიოლოგიურადაც ყვებავს ორგანოებს, ასევე აი მეხსიერება მათში ძალიან დიდი. შესაბამისად, რა ვიცი, აი თუ გაგიგია ხა ძალიან მოდური სიტყვა, ესეთი პატერნი რაღაცა არსებობს, რომელიც ჩადებულია ამ ენერგეტიკულ სხეულში და ხაი მინდოდა თავიდან მეთქვა და ხა გამახსენდა უცებ ამაზე ნახე ენერგეტიკული მედიცინა სიმპტომებს კი არ და შედეგს კი არ კურნავს, არამედ ეძებს საიდან მოდის პრობლემა და აი იქ აგვარებს მდგომარეობას, ასე ვთქვათ და ეს ხო გეუბნები კიდევ ერთხელ არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად ავად უნდა იყოს ადამიანი, რომ მიმართოს თავისი ენერგეტიკული სხეულის გაჯანსაღებას. ნახე კიდე რა ხდება, რატოა მნიშვნელოვანი, რატო მომწონს მე ეს ენერგეტიკული მედიცინა, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი თვითონ კარგად არის, ენერგეტიკულად კარგად არის და სუფთა ენერგიას გასცემს, ასე ვთქვათ, დადებით ენერგიას გასცემს, ხო? ჩათვალე, რომ ის ენერგია გადამდებია სხვებისთვისაც. ანუ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ენერგეტიკულად ჯანსაღ მდგომარეობაში, მის გარშემო, აი 2 მეტრი დიამეტრის გარშემო მყოფი ადამიანებიც იქნებიან კარგად, იმიტომ რომ ენერგო გაცვლა ხდება ადამიანებს. ზოგადად ხო იძახიან, რომ ადამიანი თუ არის დადებითი ენერგიის, ასეთი ადამიანის გარშემო ყოველთვის გროვდება ხალხი, სადაც დადგება იქ დგება რიგი, სადაც შედის იქ ყველაფერი რაღაც თითქოს ივსება ის გარემო. ადამიანები გრძნობენ, ეცნობიერად და უხარიათ ისეთი ადამიანის გარემოცვაში ყოფნა, რომელსაც კარგი ენერგია აქვს, ასე ვთქვათ, ხო? აი რატო იყო ეს პრობლემა, უпростоრად ეს ყველაფერი დაფარული. ეხლა შენც და მეც, ნუ მაინც ჩვენ შეხება გვაქვს, მე პირადად პროფესია მაქვს ისეთი, რომ გინდა არ გინდა შეხება მთელი ცხოვრება მაქვს ამ ყველაფერთან, მაგრამ მეც მალავდი. ნინო, აი მეც მალავდი, რომ ვთქვათ, იმ პროცესში, როდესაც მუშაობდი ადამიანებთან, როდესაც ვეხები, იმიტომ რომ მაგალითად ჩემი აი ხიროპრაქტიკი, ხო? ჩვენ კურნალობთ სხეულით, ანუ ფიზიკური სხეულით, მაგრამ ამავე დროს ხდება ამ მერიდიანებზე მუშაობა, მაგრამ ფიზიკური სხეულით და ასე ხდება, ვთქვათ, ადამიანის რაღაცა იმ პრობლემების და სხეულის ბლოკების მოხსნა. მაგრამ ამას არ აღიარებ, ანუ გეშინია ამის თქმა, ან არ იყო ცნობიერება იმ დონეზე, ან უბრალოდ დრომ თავისი მოიტანა. დღეს უკვე ამაზე ძალიან ღიად საუბრობენ და პირიქით ამაზე ღიად კი არ საუბრობენ, ამას პრიორიტეტშიც აყენებენ უკვე ადამიანები. ნელ-ნელა მე არავის ნამდვილად მედიცინა გასაგებია, მედიცინა აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ ალტერნატივა და კომპლემენტარული მედიცინა დღეს რაღაც აქტუალურია და მოთხოვნადია. და შენი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიძახით, რომ ეს ყველაფერი მოდის ძალიან სიღრმისეული, ანუ ისტორიულად ცნობილი ფაქტები, მე წაკითხულიც მაქვს ცოტა ძალიან ის გამომივა ახლა, მაგრამ ზოგადად ადრე ადამიანები მკურნალობდნენ ხელებით, ხო? ანუ რეიკი, ეგრეთ წოდებული ბალახები. ნახე, რეიკი. კი, კ და ე, ხო? სასიცოცხლო ენერგია ეს ზოგი ჩის ეძახის, ხო? ანუ ზუსტად ეს არის, რეიკიც არის ენერგეტიკული მედიცინის იაპონური ის არის მიმართულება. კი, აქაც არის ზუსტად რეიკი რას აკეთებს? ენერგიის ბალანსირებას სხეულში. ანუ ფუძე ენერგეტიკული მედიცინის ეს არის ბალანსირება ენერგიის და ნებისმიერია, ბევრი მეთოდით უბრალოდ შეიძლება ამის მიღწევა. და აი ეს არის ძირითადი და მე ექიმებმა არ უნდა იცოდნენ. იცი რა არის, მე ვერ დაგეთახმები იმას, რომ ეს არ იყო, ყოველთვის იყო, უბრალოდ ზოგი უფრო მეტად იყენებდა ამას, ზოგი ქვეყანა, ზოგი უფრო ნაკლებად იყენებდა ამას. მაგალითად, აღმოსავლეთის ქვეყნებში ეს ძალიან ესეთი პრაქტიკა იყო აქტუალური და
სხვათა შორის აი ჩინეთში აკუპუნქტურაც არის ენერგეტიკული მედიცინის ერთ-ერთი მიმართულება, ხო? და სხვათა შორის აი ჩინეთში არის ესეთი სამედიცინო ინსტიტუტში სწავლება თავისთავად ფასიანია, ხო? მაგრამ არის აკუპუნქტურის შემსწავლელი ინსტიტუტი, სადაც საკმაოდ ძვირად ღირებულია და შეიძლება უფრო მეტად ძვირად ღირს ამ მედიცინის შესწავლა, ვიდრე კლასიკური მედიცინის. მაგრამ თუ ადამიანი არის უსინათლო, იმ ადამიანს ოღონდ ის მივიდეს და ისწავლოს ეს მეთოდი, იმიტომ რომ მაგათ სხვანაირი შეგრძნებები აქვთ, ხო, უფასოდ ასწავლიან. რატო? იმიტომ რომ აკუპუნქტურაც არის ზუსტად იგივე მეთოდი, რაც ენერგეტიკული მედიცინის სხვა მეთოდები, ოღონდ ნახე აკუპუნქტურული მედიცინის დროს აი ეს ინექცია რო კეთდება, ნემს რა პატარა დიამეტრი აქვს, ხო, ზუსტად უნდა მოხდეს იმ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილზე და თუ სპეციალისტი არ არის კარგი, მაშინ ჩვენ იმ შედეგს ვერ ვიღებთ, რაც შეიძლება მივიღოთ. ანუ მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად მოხდეს იმ წერტილში და ამ დროს ჩვენ იგივე ამ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილზე ზემოქმედება შეგვიძლია ჩვენი ხელებით. და ნახეთ, თითის დიამეტრი გაცილებით დიდია ვიდრე ნემსის. შესაბამისად, თუნდაც აი ეს ხელის დადება რო ვთქვით, ხო, ჩვენ ენერგია ხელებშიც გვაქვს, ხელის გულებშიც და ჩვენივე ენერგიით ჩვენი სხეულის განკურნება, რატო შეგვიძლია რომ აი ამ ენერგო ბალანსირებას ვახდენთ. ნინო, და შეიძლება ბოდიში, აი შეიძლება ადამიანს, ნუ ყველა ადამიანს აქვს ეს ენერგია. ყველა ადამიანს აქვს. უბრალოდ ზოგს შეუძლია განავითაროს და ზოგს, ნუ, ან სურვილი უნდა კონდეს რომ განავითარო უფრო ახლა. აქ არ არის მნიშვნელობა შენ ამას გაიხდი პროფესიად თუ არა. ყველა ადამიანს, აი უკლებლივ ყველა ადამიანს შეუძლია თავისი თავი განკურნოს, უბრალოდ. და ხო იძახიან რომ დედას შვილი მაგალითად აუცილებლად დედამ არ შეიძლება, ან დედას შვილი კი არა, მხოლოდ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც გულით უნდა რომ დაეხმაროს სხვას, აი უბრალოდ ხელი რომ დაადოს იმ ადგილას, სადაც ამ ადამიანს რაღაცა ტკივა, უკვე შვებას მისცემს. მაგრამ შეიძლება გახსოვს ჩვენ ადრე საუბრობდით ერთ-ერთმა პაციენტმა შენ გითხრა რომ ჩვენ ეს განვიხილეთ თან, ხო, იცი, დაქალურად, რომ ასეო ხო შეიძლება შენს ხვისი ენერგია, ანუ კარგი წაიღო, ანუ ხო, გახსოვს რომ ხო, აი რამდენ აი გამოაცალო ენერგია ადამიანს. გამოაცალო ხო ენერგია და მეც მეკითხებიან ამას სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ, რომ თქვენო აი ესე რომ მუშაობთო, ეხებითო რაღაცა თქვენზე ხო გადადისო ეს ყველაფერი და კითხვაც ებადებათ რომ აი რამდენად ნუ კი შენ ხარ პროვაიდერი ხო ანუ ატარებ ამ ყველაფერს მაგრამ როდესაც შენ ფლობ შენ სხეულს და იცი შენი სხეული და რაღაც პრაქტიკები სათანადოდ შენ ან ენერგიაჩის რაღაცნაირად შენ თვითონ მართავ მაგრამ ნუ ეს თქვათ ჩვენ ვიცით მაგრამ ვინც არ იცის და მოდის აი თქვათ პაციენტი და იმას აქვს ეჭვირო. ეხლა კაი, თქვათ ის მე რაღაცნაირად მისწორებს ამ მერიდიანებს და ხო არ მიაქვს ჩემგან რაღაცა. იცი რა არის? ეხლა მე არასდროს ეს თავშიც არ მომსვლი, არც ესეთი კითხვა არ დამბადებია ზოგადად, იმიტომ რომ თუ ჩემთან ადამიანი მოდის იმისთვის რომ მე მაქვს სურვილი რომ იმ ადამიანს დავეხმარო. ხო, მაგრამ პაციენტს ხო დაებადა ეს კითხვა. ნახე, აი როდესაც პაციენტი მოდის, ნებისმიერი პაციენტი ჩემთან რომ მოდის, მე ყოველთვის ვემზადები მანამ, სანამ ის მოვა. ეხლა ნახე, შენ გიჭირავს ჭიქა წყლით, ხო? და სავსეა შენი ჭიქა წყლით. ეხლა მე რომ აქ ჭიქაში ზემოდან ზეთი დავასხა, რა მოხდება? აიღება ერთმანეთს. არა, ბოლომდე? თუ სავსე გაქვს შენ წყლით ჭიქა და მე რომ ზეთი დავასხა, მიუხედავად იმისა, რომ ზეთი უფრო მძიმეა, მაინც სავსე თუ იქნება წყლით ჭიქა, ზეთი გადმოვა. მაგრამ საკმარისია, რომ ჭიქა იყოს ნახევარიც არის, ნუ არა სავსე და მე თუ ზეთს დავამატებ, ზეთი ქვემოთ ჩავა, წყალი ამოვა და წყალი გადმოვა. ეს რას ნიშნავს? ნახე, წყალი არის კარგი ენერგია. ზეთი არის ცუდი ენერგია, ხო? თუ
პაციენტი, რომელიც ჩემთან მოდის იმიტომ, რომ მას ასე ვთქვათ, აწუხებს ის რაღაცა ენერგია, რომელიც ცუდი ენერგია, საერთოდ ეს ტერმინი არასწორია. ენერგია ყველაფერი კარგია, მაგრამ ენერგია, რომელიც ჩერდება ჩვენს სხეულში, ჩვენთვის უკვე აღარაფერ ფუნქციას თუ არ ასრულებს, ის უბრალოდ იკავებს ადგილს ჩვენს ენერგეტიკულ სხეულში. ამიტომ საჭიროა ამ ბლოკისგან განთავისუფლება. ნინო, რატო არ ითვალისწინებენ ამას მედიკები? ანუ რატო ექიმები არ იცი რა არის? ზოგი ითვალისწინებს, ზოგი არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებენ ჩემი აზრით. ეს არის ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისი არჩევანი. ეს ყველაფერი აი ნახე, რაზეც შენ ახლა საუბრობ, ხო? ადამიანი თუ სწორად მართავს თავის სხეულს და ცდილობს მაქსიმალურად იყოს ენერგეტიკული ველი მისი იყოს ყოველთვის გასუფთავებული თავის ცხოვრების წესით, wellness კონცეფციას ისევ დაუბრუნდებით ადამიანებო. ნინოც არის ჩვენი ასოციაციის საპატიო წევრი, ექსპერტი ამ მიმართულებით. თქვენ იცით, რომ საქართველოს wellness და ჯანსაღი ცხოვრების ასოციაცია ეს არის ასოციაცია, რომელიც ყველა 8 მიმართულებით, რომელიც არის ასოციაციის მთავარი მიმართულებები, ყველა მიმართულებაში ყავს თავისი ექსპერტი. მოკლედ, აი ამ მიმართულებაში ჩვენი ექსპერტი არის ნინო. სათანადოდ თქვენ ციცით, მე ხა ჩვენ მაინც აუდიტორიას მიმართავ, რომ რა თქმა უნდა მედიცინა აუცილებელია. რა თქმა უნდა მედიცინა არის ის, რის გარეშეც ვერ იქნება დღეს კაცობრიობა, მით უმეტეს 21 საუკუნეში, მაგრამ ხომ არსებობს აი ეს მიმართულება, რომელიც ჩემი აზრით თუ ეცოდინება ექიმებს, ჩვენ ძალიან წინ წავთ კიდე ჯანმრთელობის კუთხით. ალბათ მოვა ამის დროც. ოდესღაც. ხო, ძალიან მინდა რომ მოვიდეს ეს დრო. და ის შენაირი ადამიანები თან წარმოიდგინეთ, როგორი უნიკალურია ექიმი და ენერგოთერაპევტი. ანუ ხო შეიძლება მე ვიცი ძალიან ბევრი არის აი ეს ენერგიებით მუშაობენ, მაგრამ არანაირი საბაზისო განათლება არ გააჩნიათ. ზოგადად ანატომია არც იციან. ეგ ძალიან ცუდია. მე ჩემი აზრით არ არის სწორი, ვინაიდან გასაგებია რომ ადამიანი შეიძლება ფლობდეს, შეიძლება ჩვენ ესეც გახსოვს განვიხილეთ, რომ შეიძლება ესე მოყვება მას გენეტიკურად რაღაცა დაჯილდოებულია განსაკუთრებული ნიჭით, მაგრამ უნდა იცოდეს ანატომია, უნდა იცოდეს სიღრმისეულად იმისათვის, რომ არა მხოლოდ თქვათ რაღაცა ხელის დადებით, არამედ რაღაცა პრობლემით რომ მოდის ადამიანი, სწორი მიმართულება მისცეს, ხო? გაუშვას სწორი მიმართულებით. და აი შენ ხარ ის უნიკალური შემთხვევა, სადაც ექიმიც ხარ და ენერგოთერაპევტიც, ხო, მკურნალიც. და აი ეს ყველაფერი ერთად ტანდემში უკვე უფრო მეტ ნდობას გაძლევს, ხო, ადამიანს. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნდობა დღეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც მიდიხარ ელემენტარულად შენ სხეულს ანდობ, ხო? ანუ თუ არ ენდობი, როგორ უნდა ანდო ესე ადამიანს. ამიტომ აი უნიკალური არის თვითონ ეს მიმართულება და ნახე რა მაინტერესებს ნინო. დღეს აი ეს ყველაფერი შენ თქვი რომ ისწავლე, მაგრამ იმის მერე შენ როგორც ვიცი, კიდე სხვა რაღაც მიმართულება, ანუ სწავლობ, სუპერიოდულად რაღაცას სწავლობ. ეს თავისთავად ეგ ნორმალურია და სწორია, ხო? მუდმივად უნდა ისწავლო, მეც ახლა სულ პროცესში ვარ, ახლა კიდე რაღაცას ვსწავლობ, დარწმუნებული ვარ იმას რომ ვისწავლე, მე კიდე რაღაცას ვისწავლე და ჩვენ სულ სწავლების პროცესში ვართ. იმისთვის კი არა რომ ვთქვათ ეს რომ აი რაღაცა ისევ და ისევ იმისთვის რომ ის ცოდნა რომელიც გვაქვს უფრო ჩავაღრმავოთ, უფრო იმ კითხვებზე პასუხები მივიღოთ და უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ, ხომ ასეა. და რა მაინტერესებს ნინო? ბავშვები რა საკიდან შეიძლება ენერგო ნახე აი თავიდან მე შენ გითხარ ეს რაღაცა როცა ადამიანს თვითონ აქვს კარგი ენერგია ხო, ისიც მერე აფრქვევს ამ თავის დადებით ენერგიას მის გარშემო.
სხვათა შორის მე მქონდა ესეთი პრაქტიკაში, ესეთი გამოცდილება, რომ ჩემთან მოვიდა ერთი ქალბატონი, რომელიც მოვიდა იმ მიზეზით, რომ აი ბავშვი იყო 2 წლის და ამ ბავშვს ენებმებოდა და ну მოკლედ ძალიან აწუხებდა დედას ეს, რომ აი ძალიან აგზნებულია, ძალიან გაღიზიანებულია და თუ შეიძლება რომ ეს ბავშვი მოვიყვან და მეთქი ნევროპათოლოგთან მყავდა ესა ну და მეთქი იცი რა მეთქი მოდი შენ გაგსინჯავ თქო და მეო რა შუაში ვარ მეო კარგად ვარო და კარგი მეთქი მაინც ვნახოთ თქო და თვითონ არის ტესტი როცა სინჯავ მანამდე და ამ პროცედურის მერე ხო თვითონაც დარწმუნდა რომ რამდენად არეული ქონდა ენერგიები ასე ვთქვათ და რამდენად ბალანსირებული წავიდა ჩემგან და მე უთხარი ესეთი რაღაცა რომ იცი რა შენ რო დამშვიდდები ანუ შენ რო დაბალანსდები ბავშვის მოყვანა საჭირო არ იქნება თქო ну ჯერ ისე შემომხედა რომ რაღაცა ძალიან გაუკვირდა მაგრამ დედამისმა გამოაგზავნა ეს შვილი და მე მითხრა სხვა შორის რომ დედაჩემს რო არ გამოვეგზავნეო ხო აი ვიტყოდი რომ ეს რას მეუნებაო საერთოდ არც მოვიდოდი შენთანო და თან რო უთხარი ეხა ერთი პროცედურა არ იქნება საკმარისი, იმიტომ რომ თვითონაც მე დარწმუნდა რაღაც რამდენიმე პროცედურა დაჭირდა და მე მითხრა რომ აი გაოცებული ვარო როგორ დამშვიდდა ჩემი შვილიო. ანუ მისი ენერგია გადამდები იყო უკვე იმ ბავშვზე. თვითონ დედა რო დამშვიდა, არადა დედას არაფერი არ აწუხებდა, ხო ისე თითქოს, მაგრამ არეული იყო, ენერგეტიკულად იყო ძალიან არეული. როგორც კი დედა დაალაგდა, ის ბავშვიც დაალაგდა. თორე უკვე რაღაცა ასაკში, აი მაგალითად ბავშვი, რომელიც შეძლებს ჩვეულებრივად კომუნიკაციაში და მე ხა 2 წლის და 3 წლის ბავშვის მოყვანა ნამდვილად არ ღირს, მაგრამ სადღაც 8 წლის, 9-10 წლის, აი უკვე ნორმალური ისეთი ასაკია, როცა რო უხსნი რაღაცებს, ბავშვი იგებს. ნინო და ურსული? იცი რა? რაც შეხება ორსული არის ჯამრთელი მდგომარეობა ზოგადად, ხო? აი ორსულ ქალბატონთან ჯობია, რომ გააკეთოს ენერგეტიკული ვარჯიშები, რომელიც ძალიან მარტივია და ნებისმიერ ადამიანმა შეიძლება ეს გააკეთოს. და ეს ვარჯიშები მიმართულია სწორედაც, რომ აი ამ ბალანსირებისკენ და ამ შემთხვევაში გაწმენდა ჩაკრების მე მაგალითად არასდროს არ გამიკეთებია, თუმცა ვიცი, რომ სხვა პრაქტიკოსები ამას მიმართავენ და მე მაინც თავს ვიკავებ ხოლმე და ვარჯიშები, აი რომ ვასწავლო ენერგეტიკული ვარჯიში და აკეთოს ორსულმა, ეს იქნება იდეალური და ძალიან კარგი. გარდა ვარჯიშები ეს არის სხვადასხვა მაგალითად ესეთი სამაგი გამოთფობელი, რომელიც ერთ-ერთი მერიდიანი, რომელიც ჩვენს სტრესზეა პასუხისმგებელი და აი ამ მერიდიანის დამშვიდება არის იდეალური ორსული ქალბატონისთვის. რომელიმე ვარჯიშს ეხლა რო გავაკეთოთ. ეხლა არა, სანამ დავამთავრეთ, რომ ერთი ვარჯიში ისეთი, რომელიც აი ყველასთვის შეიძლება. აი თუნდაც სამაგი გამოთფობელის დამშვიდება. ხო. აი გვიყურეთ ბოლომდე და ბოლოში აუცილებლად გაგიზიარებთ ვარჯიშს. ბატონო ნინიკო, იცი რა, მოდი კი ეს თემა ძალიან სიღრმისეულია და ზუსტად ვიცი, რომ მით უმეტეს მე და შენ შეგვიძლია მაგაზე დილამდე ვისაუბროთ. უბრალოდ იცი რა მაინტერესებს, აი მინდა რომ აუხსნათ ადამიანებს რამდენად მნიშვნელოვანი არის რომ ერთხელ მაინც ვთქვათ, გასაგებია რომ ზოგს ჭირდება ხშირად ვთქვათ, ხო, რაღაცა ვინც არის ძალიან სტრესული, ვისაც მენტალური სხეული და ნუ ზოგადად ეს მენტალური, ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულის დისბალანსი აქვს და ჯერჯერობით ვერ პოულობს იმ ოქროს შუალედს, ხო? მაგრამ ნუ არიან ადამიანები, ვისაც მაგალითად შეიძლება ერთი პროცედურით დაულაგდეს და მე თვითონ მიხვდება როგორ ვთქვათ უნდა მართოს. ნახე როგორი სიტუაცია, თავარი ენერგეტიკულ მედიცინაში რა არის? თავიდანაც ვთქვით, რომ ადამიანი დაბრუნდეს სახლში. ანუ ადამიანმა ისწავლოს თავისი სხეულის, ენერგეტიკული სხეულის მოსმენა. თუ ამას ადამიანი ერთი პროცედურით შეძლებს, ძალიან კარგია, იმიტომ რომ ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და აქედან გამომდინარე ზოგისთვის ერთი პროცედურა საკმარისია, ზოგისთვის 10-იც არ არის საკმარისი. თავარია ადამიანმა ისწავლოს თავის მოსმენა და როგორ შეძლებს და რამდენი პროცედურით ამას, ეს უკვე ადამიანზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ნახე, დამოკიდებული ეს იმაზე, რამდენად სწორად ცხოვრობს ადამიანი. ანუ
ჯანსაღი ცხოვრების წესი არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად სპორტულ დარბაზში დადიოდეს, თუმცა მე მაგალითად ძალიან მიყვარს ეს საქმე და ყველას ვურჩევ, რომ იაროს დარბაზში და ივარჯიშოს, მაგრამ ნახე, ჯანსაღი ცხოვრების წესი არის მთავარია, იცი რა, რომ შენ ცუდი არ უსურვო არავის და ასე ვთქვათ, ცუდი ენერგია არც გასცე და არც მიიღო. ეკოლოგიური უნდა იყო ადამიანი. აქედან გამდინარე, იმის მიღება რამდენად დადის ეკლესიაში, რა თქმა უნდა, თუ მორწმუნე ადამიანია, ხო, იმიტომ რომ აი ენერგეტიკული სხეულის გასუფთავებას მაგალითად ძალიან უწყობს ხელს ლოცვა. საოცრებაა ლოცვის დროს, თუნდაც პირჯვარის გადაწერა რა არის? არის გადაჯვარედინება ენერგიის, ხო? დიდება უფალს ესეც რამხელა რაღაცა, რაც ჩვენ მოგცელცა უფალმა, ხო? ნახე, და თუ ჩვენი ენერგიები არის გადაჯვარედინებული, რაც მეტად არის გადაჯვარედინებული ჩვენი ენერგიები, მით უფრო ჯანსაღად გრძნობთ ჩვენ თავს. იმიტომ რომ თუ ენერგია არ ჯვარედინდება ჩვენს ხელში, ნახე, ზეციდან მოდის ენერგია, მამაკაცური ენერგია და იან ენერგია ქვია, შემოვიდა, არ გადაჯვარედინდა და გავიდა. ქვემოდან მოდის ქალური ენერგია, მიწის ინ ენერგია, ამოვიდა და გადავიდა. ამ დროს რაც უფრო მეტად გადაჯვარედინდება და ერთმანეთს შეერწყმება ინ და იან ენერგია, იმიტომ რომ ქალშიც და კაცშიც ორივე ენერგიაა საჭირო, ოღონდ სხვადასხვა რაოდენობით თავისთავად მამაკაცში მეტია მამაკაცური ენერგია, ნაკლები ქალური, მაგრამ აუცილებლად არის ასევე პირიქით ქალში არის მეტი ქალური ენერგია, ნაკლები მამაკაცური, ხო? ამიტომ რაც უფრო მეტი ჯვარედინი იქნება, გადაჯვარედინებული ენერგიები, მით უფრო კარგია. სხვადასხვა აი ერთ-ერთი ვარჯიშიდან, ენერგეტიკული ვარჯიშიდან არის აი ეს გადაჯვარედინებაც. ესე რო გააკეთე, რაღაცა უცებ DNK დავინახე. ხო, ანუ შენ ხარ უნარიანი ადამიანი და ენერგიებს აი ეგრევე DNK დავხატე DNK. და როგორი, ну, პრინციპში ყველაფერი არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ენერგეტიკული თვალები გახსნილია და ადამიანს ხედავს თავისი ფერებით, ასე ვთქვათ. ხო. ну, როგორ არის იცი მინო, მე ისე მიხარია ზოგჯერ კი არა, მე ზოგადად მიხარია, რომ როდესაც ერთმოაზროვნე ადამიანებს პოულობ და შემიძლია ერთ ენაზე ვისაუბრო. ვინაიდან არის კითხვები, რასაც ну შენ თავს უსმევ იმ კითხვას, ეძებ პასუხს, მე ის პასუხი თითქოს გეჩურჩულება და გესმის, მაგრამ ბოლომდე ვერ ხვდები საიდან მოდის და ვერ ну, როგორც ახლა ჩვენი გონება და ტვინი ზოგადად ხო ესე მუშაობს, ინფორმაციას ისრუტავს, შეიძლება ძალიან ბევრი ინფორმაცია, მე ამუშავებს და მე საჭირო მომენტში გასცემს იმ ინფორმაციას. მაგრამ ზოგჯერ არ გახსოვს საიდან იცი, აი ვთქვათ, იცი, მაგრამ რო კითხო, საიდან? არ ვიცი. აი არ ვიცი, საიდან. და აი როდესაც შენ მაგალითად ერთ მოაზროვნე ადამიანების გარემოცვაში ხვდები, იქ უკვე მიდის აი ეს ენერგიის გაცვლა, აი ეს ცოდნის თითქოს ივსები, აი ამ რაღაც ვიბრაციებით, აი როგორ მაგიცი ზოგჯერ წარმოდგენილი, აი მაგალითად ჩემი და შენი საუბარი თუნდაც, აი როგორც რადიო პრიომნიკი ხო და რო იჭერ რაღაც იმას ტალღას და უცებ რო დაიჭერ და ერთ ტალღაზე რო ხარ და რაღაცა flow რეჟიმში ხარ და ეს იმდენად სასიამოვნოა და რას ვფიქრობ იცი რომ აი ესეთი ადამიანები ეხლა ხო მოგვისმენთ თუ თქვენ გაქვთ ეს რაღაცა ვერ ხვდებით რა არის ეს ხო შეიძლება გქონდეს ადამიანს ხო და ვერ ხვდებოდეს რა არის აი საწაიღოს ეს შეგრძნება ხედვა თუ თქვათ შეგიძლიათ თქვათ მართოთ თუნდაც საკუთარი ენერგია და ასე შემდეგ ან გაქვთ სურვილი მაგალითად რომ აი ესეთ ადამიანებთან ერთად ილაპარაკოთ ამ თემაზე შეგიძლიათ მოგბრძანდეთ ქალბატონ ნინო
არა მხოლოდ როგორც ენერგოთერაპევტი, არამედ როგორც კონსულტაცია, ანუ შეუძლია კონსულტაციაც ჩაატაროს და უბრალოდ აგიხსნათ თუ როგორ მუშაობს ეს კითხვები თუ ექნება, შეუძლიათ რამე კითხვები. ნინოს არ აქვს სოციალური ქსელი, ანუ აქვს, მაგრამ არ ამუშავებს ამ ქსელს. და მე ძალიან მინდა რომ მაგრამ ვცდილობთ და იქნებდა როგორმე და გადაწყვიტავს, მაგრამ ასევე შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ჩვენ ასოციაციაში, სადაც ჩვენ ამ თემებზე ვსაუბრობთ. ღიად, არადაფარულად, არამედ ვსაუბრობთ, სადაც ქალბატონი ნინო გამოდის და უკვე იმ კითხვებზე და იმ თემებზე, რომელიც ისეთი სიღრმისეულია და ასევე არის დაფარული ზოგიერთისთვის, ყველას არ შეუძლია, ხვდები? აი, რაღაცნაირად არიან ადამიანები, თან აინტერესებთ და თან კიდე რაღაცა შიში აქვთ. არ გიგრძნია შენ აი მაგალითად ადამიანებისგან ამ თემის შეხება, როგორ არის იცი? თან აინტერესებს, თან იცის რომ არსებობს, თან იცის რომ მნიშვნელოვანია და აქ პარალელურ მეორე მხარე, რომელიც აშინებს გონია რომ რამის მაგია არ იყოს და ერთხელ ერთმა მითხრა რომ ადრე ადამიანებს ვინც ენერგეტიკული პრაქტიკებით, ну ვინაიდან ახლა ჩემი პრაქტიკაც რაღაცა ნაწილობრივ ახლოს არის, ხო? უბრალოდ ჩვენ ფიზიკურ სხეულთან მუშაობთ, რაღაც სამასაჟო, ჰოლისტიკური მიდგომით, უფრო ხირო პრაქტიკით. ადრე წვავდნენ და მე ვთხარი რა ვქნათ კიდევ კაი რომ ჩვენ ისეთ კაი დროში ცხოვრობთ სადაც ეს ყველაფერი ისე თუ ასე მაინც აღიარებული ვერ ვიტყვი, მაგრამ მისაღებია. თან კიდე იმასაც ვიტყვით, ჩვენ მედიცინა გვაქვს პირველ ადგილზე, მაინც რა თქმა უნდა ხელმძღვანელობთ ანატომიით, ადამიანის სრული შესწავლით და ანატომიური ცოდნით უკვე უდგებით იმ დანარჩენ პრაქტიკებს, ხომ ასეა ნინო? და ამიტომ აი ესეთი ადამიანები საში ნამდვილად არ არის დამერწმუნეთ, მით უმეტეს ექიმი და თან ენერგოპრაქტიკოსი. ეგ არის სრული კომფორტი ადამიანისთვის. თუ საჭირო იქნება მიმართულება ექიმთან, მიიღებთ ექიმთან. თუ შესაძლებელია გამოვასწოროთ ენერგიის დახმარებით, სწორდება ხომ ასეა ნინო? კი ბატონო. ხო, იმიტომ რომ არ იფიქრონ რომ ვთქვათ მარტო ეს, ნამდვილად არა. აქ არის სრულ, აი იმით არის უნიკალური ჩვენი ნინიკო, რომ არის ექიმიც და ენერგოპრაქტიკოსიც და ამიტომ არის სანდო და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი აი ესეთი ადამიანის ცოდნა. მე ზოგადად ვთვლი, რომ ადამიანი როგორც ჩვენ ვთქვით, ხო, თავიდან შენ თქვი, რომ სრულყოფილად, ხო? აი ფუნქციონალური მედიცინა ზოგადად ეს არის, ხო? ანუ სრულყოფილად უდგები ადამიანს როგორც მის მენტალურ მდგომარეობას, ფიზიკურ, ენერგეტიკულ და სათანადოდ მე ხდება ამ ყველაფრის გასწორება. ფსიქოსომატიკა, ანუ ვთვლი, რომ არაფრით არ შეიძლება, რომ დაავადება იყოს გამოწვეული მხოლოდ რაღაცა კონკრეტულისგან. იქ აუცილებლად ფსიქოლოგიურ ფაქტორს ძალიან დიდი გავლენა აქვს. სადღაც არის რაღაც მიზეზი, რასაც ჩვენი სხეული აპროტესტებს და აქედან გამომდინარე ამიტომ აი ენერგეტიკული მედიცინა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ სადღაც ფსიქოსომატიკასთან კავშირში არის. და რატო არ არის აი ნახე კონსულტაცია, ნახე ჩვენ შემთხვევაში არის ზოგ ქვეყნებში და ზოგ ქვეყნებში და სხვა რაღაცას გულისხმობ, ნახე აი კონსულტაცია როგორც ისეთი საქართველოში არ არსებობს, ანუ ექიმთან კონსულტაცია, ანუ ექიმი ხო პირველ რიგში უნდა ესაუბროს ადამიანს, უნდა გამოიკლიოს, მოისმინოს. აი შენ სანამ დაიწყებ ხო მუშაობას 1 საათი მარტო ესაუბრები ხო ასე ადამიანს? ნუ მეტნაკლებად შეიძლება 1 საათი არა, მაგრამ საუბრობ. ნუ ხო, საუბრობ, ხო? მეც ასე ვსაუბრობ და ხო არ არის მიზეზი იმისა, რომ აი ეს ფსიქოსომატიკას არ აქცევენ ყურადღებას დიდად ექიმები, იმიტომ რომ
არ არსებობს იმის კულტურა, მოსმენის. სისტემა სხვანაირი, ექიმს არ აქვს იმის დრო, იმას გარკვეული დრო გამოყოფილი პაციენტისთვის და იმის იქით ძლივს ასწრებს იმას, რაც უნდა მოასწროს და შესაბამისად მაშინ მთელი სისტემაა შესაძლებელი და ეხლა ჩვენზე არ არის დამოკიდებული შესაბამისად. არა და როგორი ისეთ რაღაცაში ვერ მნიშვნელოვანია. ჩავერევით, რაც ჩვენ არ დაგვეხება. როგორი მნიშვნელოვანი ნინო. ახალგაზრდობაზე როგორ მუშაობს ეს ენერგეტიკული ძალიან თერაპია? კარგად. აი შენ იცი, მე შენს მსგავსად არა ვარ მიმდევარი აქტიური ჩარევების ზოგადად და ჩემი ასე კი იცი, აი გამოვაცხადებ სახალხოთა 59 წლის. ვაცხადებთ რამდენის? 59. წარმოიდგინეთ. და არაფერი სერიოზული ჩარევა არ მაქვს გაკეთებული, მაგრამ მიუხედავად ამისა, არანაკლები ენერგია მაქვს, ვიდრე მქონდა 25 წლის ასაკში. და ამას ვაკეთებ მხოლოდ ელემენტარული ჩემი ენერგეტიკული ვარჯიშები. ნამდვილად და რა ფიგურაზე დგასთან? ხო, ფიზიკურ სხეულზეც ვმუშაობ, ასე რომ დავდივარ დარბაზში და ვარჯიშობ და ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კანი რა კარგად გაქვს? არ ვიცი, ეხა ეს მადლობს შენ თუ ამას მეუბნები როგორც პროფესიონალი, ძალიან მიხარია. მართლა ძალიან კარგად გაქვს და ადამიანისთვის მით უმეტეს, რომელიც მე ნამდვილად ვიცი, რომ არაფერს არ იკეთებს, რამდენი წელია გიცნობ, ხანდახან კარგი მეხსიერება მაქვს, მინდა ვთქვა, შესაბამისად ამ ყველაფერში ძალიან დიდი როლი აქვს ჩემს ენერგეტიკულ მედიცინას. თქო, ვიწახი და მადლობა ღმერთს, რომ მე მომიწია ამასთან შეხება. და ძალიან ბევრი რაღაცა რაც ჩემ ცხოვრებაში ხდება, არც ისე ადვილი ცხოვრება მაქვს შეიძლება ითქვას, აი მატანინებს ეს ენერგეტიკული მედიცინა, თქო, ასე რომ ყველას ვურჩევ, თუნდაც იმ თავისი სხეულის გაცნობას, იმიტომ რომ თავარი არის ადამიანი მოსული ამ ქვეყანაზე იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი, იმისთვის, რომ უხაროდეს ცხოვრება და ამის საშუალებას მე დამერწმუნეთ. ასაკის მომატებასთან ერთად ადამიანს არ უნდა შეეშინდეს ამისი, ეს არის ჩვეულებრივი ამბავი და პირიქით უნდა გიხაროდეს და უფრო ხალისიანი ხდება ცხოვრება და უფრო აზრიანი ხდება ცხოვრება, როდესაც შენ სხეულს ფლობ და შენ შეგიძლია შენი ენერგიის მართვა, შენ მეტნაკლებად შეგიძლია ხა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტრესი არ იქნება და პრობლემები არ იქნება. პრობლემა იყო წარსულში, იქნება აწმყოში და არის აწმყოში და იქნება მომავალში, მაგრამ თავარია ჩვენ ამ პრობლემას როგორ ვუყურებთ. აი ძალიან მარტივ მაგალითს მოვიტან. მაგალითად მე ხვალ დაგეგმილი მაქვს წასვლა პიკნიკზე ჩემს მეგობრებთან ერთად გასართობად და გავახილე თვალები და წვიმს. აუ ვფიქრობ რომ რა მაგარი რაღაცა ქონდა დაგეგმილი და წვიმამ როგორ შეგვიშალა ხელი. ეხლა მეორე მაგალითი. მაგალითად ხვალ უნდა წავიდე დაჩა როგორ არის აგარაკზე და მოვწყა აგაროთ როგორ არის ყვავილები მოვწყა, ნუ კარგი იყოს ბოსტანი. და მეზარება, მაგრამ ნუ რა ვქნა, ჩემი გასაკეთებელია და გავიღვიძე და ხედავ რომ არის წვიმა. როგორ გამეხარდება, რომ ჩემი საქმე გააკეთა წვიმა. ნახე გარე გამაღიზიანებელი, ანუ პრობლემა. ერთი და იგივე წვიმაა. მაგრამ დღეს ჩემთვის აი ეს მოიტანა, ხვალ ეს მოიტანა, ხო? ანუ მე როგორ შევხედე ამ პრობლემას? მე როგორც ვჭრი ჩემ პრობლემას, ისე მოქმედებს ის ჩემზე. შესაბამისად, თავარია ჩვენ ვისწავლოთ მიღება რაღაცეების და საჩვენოთ მოვატრიალოთ. და ეს რომ გავაკეთოთ, ამისთვის ენერგეტიკულად უნდა ვიყოთ ძლიერები. ანუ შეგვეძლოს არა პანიკაში ჩავარდნა, არამედ გაანალიზება, რატომ მოხდა ეს, რისთვის მოხდა და ამისათვის ჩვენი სხეული, ენერგეტიკული სხეული უნდა იყოს მშვიდი. ანუ ენერგია ფუჭად არ უნდა დავხარჯოთ ისეთ ნერვიულობაზე, რომ მე აღარ დაგვრჩეს, რომ კრეატიულად ვიაზროვნოთ, გადაწყვეტილება სწორი მივიღოთ, ხო? იმიტომ რომ ყველაფერს ჭირდება ენერგია და თუ ჩემი ენერგია არასწორი მიმართულებით მიდის, მე უკვე აღარ მრჩება ენერგია კარგი რაღაცის გასაკეთებლად, ხო? აი იმაშიც ხო არის დაოს ფილოსოფიაში, ენერგიაჩი იცის, რა ვიცი, ვინ როგორც ეძახის, რომ ადამიანი რო იბადება, მას აქვს როგორც აი ბატარეიკა მოცემული რაღაცა რესურსი ენერგეტიკული და ის მე ნელ-ნელა დროთა განმავლობაში იმ რესურსს ხარჯავს, მაგრამ
თუ შენ ამ რესურსს აი ამ ყველაფერზე ფუჭად როგორც შენ იზარდი ხო არ ხარჯავ ის უფრო გინარჩუნდება და სათანადოდ მოყვება და შეიძლება ასლამდეც მიგიყვანოს ისე რომ ხარისხიანი ცხოვრებით იცხოვრო. ჩვენ გვაქვს ეგრეთ წოდებული მისია შესასრულებელი, რისთვისაც მოვდივართ ამ ქვეყანაზე, ხო? და ჩვენ თუ ამ მისიის ენერგია, მისიას სწორად მივყვებით და სწორი მიმართულებით მივდივართ, ის ენერგია, რაც ჩვენ დავხარჯეთ, ჩვენი პირადი მისიის შესასრულებლად, ხო? იმისთვის, რომ გავხდეთ იმ პროფესიის, რაც გვინდა, დაუშვათ ისეთად ჩამოვყალიბდეთ, როგორიც გვინდა, ხო? მაშინ ჩვენ ის დახარჯული ენერგია გვიბრუნდება, რომ ჩვენ უკვე შევასრულოთ ჩვენი მისია. შესაბამისად, თუ ადამიანი სწორად ცხოვრობს, სწორად გულისხმობ იმას, იმისთვის, რისთვისაც მოვიდა, ხო, მას საკმარისი ენერგია აქვს იმისთვის, რომ ეს შეასრულოს. ოღონდ ამ ენერგიას ჭირდება გამომუშავება, განახლება და არ დაბინძურება რაღაც ნეგატივებით და რაც უფრო მეტად ადამიანი დაეხმარება თავის თავს და თავის გარშემო მყოფ ადამიანებს, მით უფრო შეივსება ენერგიით და ამაში ძალიან კარგად ეხმარება ენერგეტიკული მედიცინა. აი ხო კიდევ ერთხელ მინდა გავმეორდე და ვთქვა, რომ ეს არის მეთოდი სახში დაბრუნების. ანუ ადამიანი ენერგეტიკული მედიცინის სწავლობით სწავლობს თავის მოსმენას. და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად უვნებელი და ძალიან კარგი მეთოდია და უბრალოდ ვარჯიშების კეთებით, 5-წუთიანი ვარჯიშების კეთებით დღის განმავლობაში ადამიანმა შეიძლება ეს ბალანსი მუდმივად შეინარჩუნოს და რაც არ არის ძალიან მარტივია, არ არის არანაირი სიძნელე ამაში, მე მგონი ნებისმიერ ადამიანისთვის ეს ძალიან კარგი იქნება და ძალიან კარგი და ყველა თავის დროზე, როდესაც არის მისი დრო მივა აქამდე. აუცილებლად და მინდა კიდე აღვნიშნო, რომ არსებობენ აი ესე ჩვენერი ადამიანები, ვინც ჩვენ ვიბრაციებზე არიან, ვინც ასე ფიქრობს, ასე გრძნობს, ზუსტად ასე ცდილობს, რომ ამ პრინციპებით იხელმძღვანელოს. ამიტომ ფიქრობ, რომ რაც შეიძლება უფრო ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან, რომ კიდე უფრო გავაძლიეროთ ეს ენერგიები და სხვა ადამიანებსაც დავეხმაროთ, ხომ ასეა? ვინაიდან აი ზუსტად გახსოვს რომ საუბრობდით რიტრიტებთან დაკავშირებით. ბოდიში, აი რიტრიტის დროს მაგალითად გროვდება რაღაცა რაოდენობა ადამიანების, ხო? ზოგი მედიტაციას აკეთებს, ზოგი ვარჯიშობს, ზოგი რაღაცა მუსიკას უსმენს, ზოგი ხატავს, ზოგი რა ვიცი, უბრალოდ სეირნობს ერთად, ზოგი საუბრობს ელემენტარულად ერთ და იგივე თემაზე და ეს ყველაფერი ზუსტად wellness კონცეფციის კიდე ერთი მიმართულებაა, რომელიც გეუბნება, რომ შენ უნდა ყავდეს გარშემო ერთმოაზროვნე ადამიანები, სადაც შენ უფრო მყარდები, შენ უფრო ძლიერდები, უფრო შენი ინტერესთა სფეროც იზრდება და სათანადოდ, რა თქმა უნდა, უფრო ჯანმრთელი ხდები და ჯანსაღდები. ამიტომ შემოგვიერთდით, მეგობრებო, ძალიან საინტერესო საქმეს ვაკეთებთ ერთად და რა თქმა უნდა, თუ თქვენ მზად ხართ იმისთვის, რომ გაიაროთ ესეთი ენერგეტიკული გასუფთავება და ფიქრობთ, რომ თქვენ უკვე გჭირდებათ, მე ვფიქრობ, ყველას სჭირდება, მაშინ შეგიძლიათ მიმართოთ ქალბატონ ნინოს. ნინოს კოორდინატებსაც ჩვენ გაგიზიარებთ. ძალიან დიდი მადლობა, ქალბატონო ნინო და ეხლა მოდით ვარჯიში ვანახოთ. კი ბატონო. აი შორენა, ნახე, ეხა მე მინდა რომ შეგამოწმო ენერგეტიკულად. გამართე ხელი, რომელიც გინდა. მთავარია შენი ხელი არ იყოს დაზიანებული. ნახე, მე დავწევ ამ ხელს და შენ არ დამაწევინო. ანუ გამიწია წინააღმდეგობა. აბა გამიწია წინააღმდეგობა. კარგი. როგორც ჩანს, ცოტა დაღლილი ხარ, ხო? და შესაბამისად გიჭირს წინააღმდეგობის გაწევა ჩემთვის. ეხა აიღე და გააკეთე ესეთი შენივე ხელი. და არტყი აქ მაქსიმალურად დაირტყი, მაგრამ კარგი სახეზე არ მინდა, მაკიაჟი გისვია. მოდი მე აი ამ ადგილებში ეს არის
ენერგეტიკული წერტილები და აი ესე დაგიმასირებ, ოღონდ ძლიერად. შეგვიძლია აი დამასირების ნაცვლად ადამიანს შეუძლია აი ესე დაირტყას, ოღონდ ძლიერად უნდა დაირტყას. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ძალიან საინტერესო წერტილია, E27 წერტილია, თირკმლის მერიდიანის 27 წერტილია და ამ წერტილის გააქტიურებით ადამიანს ენერგია მოსდის. ეხლა ისევ აწიე ხელი და მე შენ ისევ გამიწიე წინააღმდეგობა, ნახე როგორ გაწვევი და შენ საერთოდ ენერგია არ დაგიხარჯავს, ატყობ, ხო? ანუ ხო განსხვავებული ლად გრძნობ თავს, მას მერე რაც მე შენ ეს მარტივი წერტილი დაგიმუშავე, ხო? ხო. ანუ ეს არის ძალიან კარგი ვარჯიში იმისთვის, რომ თუ ადამიანი ცუდად გრძნობს თავს და აღლელია და უნდა გამოფხიზლება, შეუძლია რომ აი ამ ადგილებში დაირტყას. მე ავხსნი ზუსტად სადაც არის ეს წერტილი. ნახეთ, ლავიწის ძვალი, ყველამ ვიცის, აი აქ გამოწეულია ხელი რომ დაადონ, ლავიწისვრიდან ჩამოდის ადამიანი ცოტათი ქვემოთ და ჩაღრმავებას გრძნობს და აი იმ ჩაღრმავებასთან რომ დააჭიროს ხელი ცოტა მტკივნეული წერტილია და ზუსტად შეიძლება ვერ იპოვოს ეს წერტილი და აი ამიტომ ვეუბნები რომ რამდენიმე თითით ძლიერად დაირტყას ამ ადგილას და ნებისმიერ დროს როცა ადამიანი გრძნობს რომ ენერგია გამოცვლილია დაუშვათ ეძინება მაგალითად საჭესთან და შეუძლია დაირტყას ამ ადგილებზე, ოღონდ უნდა დაირტყას ისე კარგად, ასე ვთქვათ, ნაზი დამუშავება არ ჭირდება ამ წერტილებს, არამედ ძლიერი დამუშავება ჭირდება, ძლიერი დარტყმა და იმ თუთას ენერგეტიკულად გაძლიერდება ადამიანი. აი, ეხლა ნინო აკეთებდა და ჩვენი ილია, ჩვენი ოპერატორიც იმეორებდა. გეტკინა? არა, ხო? არა, ხო და აი, ესე იგი ვერ მიაგენით იმ წერტილს. ხო და ნინო უნდა მოვალ და გაჩვენებთ მე მაგ წერტილს. მეგობრებო, ფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო რეპორტაჟი გამოვიდა. გაგიზიარეთ კიდევაც როგორ უნდა დაირთვათ და სად და გაიღვიძეთ თქვენი თავი, ასე ზოგჯერ გააღვიძეთ და სხვათა შორის face yoga-ში ჩვენც აი უშუს ის არის, აი აქ მუშტით ურტყავთ აქ და აი აქ. მაგრამ ნახე, ეს სხვანაირად არის, აი თითებით რო ირტყავ, აი ცოტა კიდე სხვა დისკომფორტია. არა, ნებისმიერ შემთხვევაში ერთი და იგივე წერტილზე ასე მოქმედება და მაინც უშუც ასე ვთქვათ ენერგეტიკულ სხეულზე მუშაობს. მოკლედ, მეგობრებო, ენერგოთერაპია არის 21 საუკუნის ერთ-ერთი მთავარი თერაპია. ასე არ არის? კი ბატონო. ესეა. ამიტომ თუ თქვენ მოგწონთ ეს ყველაფერი, გამოიწერეთ ჩვენი არხი ახალგაზრდობის ფორმულა შორენასთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა საქართველოს ველნეს და ჯანსაღი ცხოვრების ასოციაციას მხარდაჭერისთვის და რა თქმა უნდა თქვენ დიდი მადლობა იმისათვის რომ ხართ ჩვენთან ერთად. თუ კომენტარს დაგვიტოვებთ, ძალიან დიდ სარგებელს მოიტანთ, იქნებით ეკოლოგიური, როგორც თქვენთვის, ასევე ჩვენთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო აღნიშნეთ, რომ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ იმისათვის, რომ კარგი და კეთილი საქმეები ვაკეთოთ. მადლობა. მადლობა.